საღამომშვიდობის მე დათა გვასალია ვარ, პოზიტივი ანალიტიკა წარმოგიდგენთ კვირის პოსტს. მიმდინარე კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა. ირაკლი კობახიძემ ქვეყნის განვითარების დინამიკაზე, ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. მოხსენების დროს აქცენტი ხელისუფლების იმ პრაგმატულ კურსზე გაკეთდა, რომელმაც რეგიონული, გლობალური თუ საშინაო რყევების ფონზე ქვეყანას სტაბილურობა შეუნარჩუნა და განვითარების მაღალი ტემპი უზრუნველყო. მთავრობის მეთაურმა კონკრეტული ფაქტებით, ხელშესახების შედეგებით ისაუბრა თითოეული სამინისტროს მიმართულებით განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე. უწყვეტი მშვიდობა, სუვერენიტეტის გამტკიცება და ეროვნული პოლიტიკა, რომელსაც საფუძველი ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს ჩაუყარა და დღემდე ქვეყნის მართვის სახელმძღვანელო პრინციპს წარმოადგენს. დეტალები ჩვენს სიუჟეტში. პოლიტიკური კრიზისებითა და გეოპოლიტიკური რყევებით მოცულ რეგიონში წარმოადგენდა მშვიდობის კუნძულს ურთულესი გამოწვევაა. და რომ არა პრაგმატული პოლიტიკა და სწორად გათვლილი ნაბიჯები, შედეგი შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი იყოს. ამიტომაც მთავრობის მეთაურის ყოველწლიური ანგარიში სწორედ ამ გამოწვევების ფონზე უნდა განვიხილოთ. შესაბამისად, კონკრეტულ შედეგებზე სანამ ვისაუბრებთ, არ უნდა გამოგვრჩეს კონტექსტი, რომელზეც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. ჩვენ გასული წლის განმავლობაში მოახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული რამდენიმე წელიწადი. 4 წლის განმავლობაში ჰქონდა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის 5 სხვადასხვა მცდელობა, საიდანაც 4 იყო ძალადობრივი. ჩვენ ჰქონდა 9.3% საშუალო ეკონომიკური ზრდა წლიურად გასული 5 წლის განმავლობაში და ეს ყველაფერი მოახერხეთ რევოლუციის 5 მცდელობის ფონზე. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ყოფილიყო სხვანაირი მიდგომა ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა. სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის ზღვარი პროტესტსა და დესტაბილიზაციას შორის ხელისუფლებისგან მკაცრ სამართლებრივ გამიჯვნას მოითხოვს. ამიტომაც პრემიერმა აღნიშნა. ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობდა სახელმწიფოს ძალადობას, ან ძალადობდა სახელმწიფოს. გასული 1 წლის განმავლობაში ახაც რადიკალურად შეცვალეთ ვითარება, სამართლის წინაშე პასუხს აგებს ყველა, ვინც ეცდება ძალადობას სახელმწიფოსა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. და ბოლოს, სისტემის მდგრადობისთვის გარე წესრიგზე არანაკლებ მნიშვნელოვანი შიდა გამჭვირვალობაა. ერთია შეინარჩუნო მშვიდობა და მეორე განამტკიცო ნდობა საზოგადოებაში. ამიტომაც იყო ერთი საკითხი, რაც შიგნიდან არღვევდა სისტემას, კორუფციის გამოვლენები. და აქაც ჩვენ გასული 1 წლის განმავლობაში ვაჩვენეთ სრული უკომპრომისობა, შემიძლია შევთავაზო ნებისმიერ ადამიანს, ოპონენტს თუ არა ოპონენტს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი, გასული წლის ივნისიდან კორუფციასთან დაკავშირებით თუ არის რაიმე ეჭვები და რა თქმა უნდა თითოეული ჩვენგანი ბოლომდე აგებთ პასუხს. ასეთი კითხვა არაერთხელ დაისვა ჩემი მხრიდან, მათ შორის დებატების დროს, თუმცა ოპონენტებმა ვერც ერთი ასეთი ფაქტი ვერ წარმოადგენეს. სტაბილურობა, ეკონომიკური პროგრესი და ინსტიტუციური სიმტკიცე. სწორედ ეს იყო ირაკლი კობახიძის ბოლო 1 წლის ანგარიშის მთავარი გზავნილი. თუმცა როგორ გამოიხატება ის რეალურ ცხოვრებაში? აქ უკვე დეტალებია მნიშვნელოვანი. რადგან ნებისმიერი რეფორმა საბოლოო ჯამში ეფექტურ მენეჯმენტსა და სწორად შერჩეულ გუნდზე დგას, რაც ირაკლი კობახიძის თქმით, გარდამტეხი აღმოჩნდა ხელშესახების შედეგების მისაღებად. ზუსტად 1 წლის წინ საქართველოს მთავრობაში დასრულდა საკადრო ცვლილებები და ინსტიტუციური ცვლილებები. ამ წლის განმავლობაში თვისებრივად გაუმჯობესდა მართვის სისტემა საქართველოს მთავრობაში და ეს იყო მთავარი გარდამტეხი ცვლილება. მართვის ახალმა მოდელმა და ინსტიტუციურმა გაძლიერებამ პირველ რიგში ასახვა ჰპოვა ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდაზე. და სწორედ აქ ჩანს ყველაზე უკეთ, რამდენად გამართულად მუშაობს მთლიანად სამთავრობო სისტემა. ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 3.9 მილიარდი დოლარით გასული 1 წლის განმავლობაში 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა გადასდა 100 მილიარდ ლარს და შეადგინა 104.6 მილიარდი ლარი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ დაგვხვდა ეკონომიკა 28 მილიარდი ლარი, 28 მილიარდზე ნაკლები და სულ რაღაც 5 წლის წინ 2020 წელს ჩვენი ეკონომიკა იყო 50 მილიარდზე ნაკლები. ეს ნიშნავს იმას, რომ გასული 5 წლის განმავლობაში ლარში ჩვენი ეკონომიკა გაორმაგდა, დოლარში კიდევ უფრო მეტად გაიზარდა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მოახერხეთ ლარის კურსის დასტაბილურობა, გამყარება. თუმცა ციფრები ხშირად ხდებიან პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, რის საპირწონედაც ირაკლი კობახიძემ საკუთარ ანგარიშში ფაქტებზე ისაუბრა, რომელიც ადასტურებს ეკონომიკის ზრდის გავლენას უშუალოდ მოსახლეობაზე. 2012 წელს ჩვენი მოსახლეობა საშემოსავლო გადასახადის სახით იხდიდა 1.764 მილიონ ლარს.
2020 წელს ეს მაჩვენებელი გახდა 3 მილიარდი 326 მილიონი ლარი და შარშან ეს მაჩვენებელი იყო 8 მილიარდ 261 მილიარდი ლარი. ეს ნიშნავს რას? რომ დაბეგვრის შემდეგ ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები შეადგენს 33 მილიარდ ლარზე მეტს. ასევე გაიზარდა გასული წლის განმავლობაში საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში. თუ 2024 წელს საშუალო ხელფასი იყო 1971 ლარი, 2025 წელს საშუალო ხელფასმა შეადგინა 2283 ლარი. საშუალო ხელფასის მატება პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევასთან, სიღარიბის დაძლევასთან. ეკონომიკური პროგრესის გასაზომად კი მთავრობის მეთაური გვთავაზობს ბოლო წლების დინამიკას. ჩვენ 2012 წელს დაგვხვდა ძალიან მძიმე მაჩვენებელი, 30% იყო სიღარიბე. 1,100,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ხარს მიღმა და ეს მაჩვენებელი არის როგორც ვთქვი შემცირებული. 5 წელიწადში საქართველოში 560,000 ადამიანმა დაძლია სიღარიბე, ბოლო 2 წელიწადში 185,000 ადამიანმა დაძლია სიღარიბე და მხოლოდ გასულ წელს სიღარიბე დაძლია 90,000 ადამიანმა. არათუ 280,000 ადამიანი, ვიდრე თუნდაც 280 ადამიანი საქართველოში რჩება სიღარიბის ხარს მიღმა, რა თქმა უნდა ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილები იმ ტემპით, რომელიც გვაქვს აღებული. საქართველოში სიღარიბის აღმოფხვრა, სრულად აღმოფხვრა არის შესაძლებელი 2029 წლისთვის. ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდა მხოლოდ მშრალი სტატისტიკა ან სიღარიბის დაძლევის დინამიკა არ არის. ფინანსური რესურსების ზრდა პირველ რიგში ზრდის თავად მთავრობის შესაძლებლობებს. და თუ გვინდა შევაფასოთ მთავრობის მიერ როგორ ხდება ამ შესაძლებლობების გამოყენება, პასუხები მის სოციალურ და ჯანდაცვის პოლიტიკაში უნდა ვეძიოთ, რადგან ისინი უშუალოდ კონკრეტული მოქალაქეების საჭიროებებზე მიემართება. ბიუჯეტი, რაც არის გამოყოფილი ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, არის სახელმწიფო ბიუჯეტის 1/3 და ეს თავისთავად მეტყველებს ამ მიმართულების პრიორიტეტულობაზე ჩვენი ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის. მთლიანობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვის პროგრამებზე დანახარჯება გადააჭარბა 2,2 მილიარდ ლარს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი. შედარებისთვის 2012 წელს ჯანდაცვის პროგრამებზე იხარჯებოდა 351 მილიონი ლარი. ამას გარდა გაზრდილი ბიუჯეტი სახელმწიფოს აძლევს საშუალებას გაზარდოს პენსიაც, თუმცა აღმოჩნდა, რომ სოციალური პოლიტიკის დაგეგმვისას მთავრობას ახალ დემოგრაფიულ რეალობასთან უწევს ადაპტაცია. გასული წლის შემდეგ ახალი ბიუჯეტით პენსიები გაიზარდა 517 მილიონი ლარით, ანუ 9 მილიარდზე მეტი დაემატა ბიუჯეტს პენსიების ნაწილში და პირველად გადააჭარბა ამ მიმართულებით ბიუჯეტმა 5 მილიარდ ლარს. გასული წლის განმავლობაში პენსიონერების რაოდენობა საქართველოში გაიზარდა 24,200 პენსიონერით. რა თქმა უნდა, ეს გვიმცირებს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ პენსია, თუმცა თავარი არის ბუნებრივია ის, რომ იზრდება მოსახლეობის საშუალო ასაკი და კიდევ ერთხელ ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების წარმატებული განხორციელების შედეგი. საბოლოო ჯამში ყველა ეს დადებითი მაჩვენებელი და ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება სწორედ იმის შედეგია, რომ მთავრობამ გარეწნეხის მიუხედავად უკომპრომისოდ დაიცვა საკუთარი ეროვნული ინტერესები. რეალური წინსვლა ხომ მხოლოდ იქ არის შესაძლებელი, სადაც სახელმწიფო არა სხვისი ბრძანებებით, არამედ ეროვნული ინტერესებით იმართება. ამიტომაც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა. ჩვენ კონკრეტული ნაბიჯებით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდობა. პირველ რიგში იმით, რომ ხალხს უთხარით სიმართლე. ჩვენ ძალიან გვიჭირდა ხალხისთვის სიმართლის თქმა. მე მახსენდება იგივე თუნდაც 2021 წელი, 22 წელი, მანამდე წლები, როდესაც საკმარისი იყო ერთი ევროპარლამენტის უსამართლო განცხადება, რომ ხალხში ამას გამოეწვია სერიოზული ხელვარება. დღეს საზოგადოება უკვე ძალიან კარგად არჩევს სიმართლეს ტყუილისგან. და ამაზე დაგვჭირდა ჩვენ სერიოზული მუშაობა. ჩვენ ასევე თავის სახელით დავარქვით იმ ადამიანებს, რომლებიც ემსახურებიან არა საკუთარ ქვეყანას, არამედ ემსახურებიან უცხო ძალებს. რომ არა ეს სიმართლე, რა თქმა უნდა, გაგვჭირდებოდა გამოწვევებთან გამკლავება. სწორედ ეს გარე ძალები და შიდა აგენტურა წლების განმავლობაში ცდილობდნენ ქვეყნის განვითარების დამუხრუჭებას. მათი იარაღი ქვეყნის შიგნით ძალადობრივი დღის წესრიგი, ხოლო ქვეყნის გარეთ ანტიქართული ქმედებები იყო, რათა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯი შელახულიყო. საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების 80% უკვე შესრულებული, მათ შორის უშუალოდ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების 91% არის შესრულებული. ეს აჩვენებს, რა თქმა უნდა, ჩვენს მიდგომას საკითხის
ქვეყნის მიმართ მიუხედავად იმისა, რომ არის უსამართლო მიდგომა, არის უამრავი გამოწვევა, ჩვენ თანმიმდევრულად ვაგრძელებთ ევროკავშირის მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებას. მიდგომა უერთგულო ღირებულებებს, იფიქრო შორ პერსპექტივაზე და არ აღკვე ემოციებს, ყველაზე მკაფიოდ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში გამოჩნდა. ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ქვეყანამ უამრავი უსაფუძვლო ბრალდება და არაპარტნიორული ნაბიჯი იხილა. თუმცა ხელისუფლებამ კონკრეტული ადმინისტრაციის უსამართლო დამოკიდებულება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ კავშირებზე არ განაზოგადა. შედეგად ვაშინგტონში ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად საქართველომ მყარი პოზიციები შეინარჩუნა ახალ ადმინისტრაციასთან გადატვირთვის პროცესის დასაწყებად. ბოლო დროის განმავლობაში განვითარებული პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. მე პირადად მქონდა სატელეფონო საარი სახელმწიფო მდივან რუბიოსთან და მქონდა ძალიან მეგობრული და საინტერესო საუბარი ორ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ შედგა საქართველოში ტექნიკური ვიზიტი სახელმწიფო დეპარტამენტიდან. სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს უკვე მოჰყვა კონკრეტული და ხელშესახები საქმეებიც, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული ოცნების პრაგმატული პოლიტიკა. გუშინ ჩვენ დავანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება. ფოთში შენდება ახალი ნავმისადგომი ამერიკული საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერით. ასევე თქვენ იცით, რომ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ანაკლიის მაწყვოვან პორტზე. სწორედ ამგვარი დაბალანსებული და სწორი პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველო მაქსიმალურად იყენებს თავის სტრატეგიულ მდებარეობას ეკონომიკის გასავითარებლად. ქვეყანა მუშაობს კავშირების გაფართოებასა და გეოპოლიტიკური მდებარეობის სრულად გამოყენებაზე, მათ შორის შუადერეფნის პროექტში, სადაც საქართველოს საკვანძო როლი აკისრია. მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენ სამეზობლოში გავაძლიეროთ თანამშრომლობა და გქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, სანგარიშო პერიოდის განმავლობაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში. ასევე განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ცენტრალურ აზიაზე. ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა იმისათვის, რომ ჩვენ გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი და ასევე ჩვენი პოლიტიკური რესურსები. და ბუნებრივი ამ მიმართულებით მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩინეთთან მიღწეული პროგრესი სანგარიშო პერიოდის განმავლობაში. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ჩინეთთან, რაც არის ახალი ეტაპი სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შემდეგ. შესაბამისად, ახალი გეოპოლიტიკური ვითარება საქართველოსგან მზაობასა და მასშტაბურ ინფრასტრუქტურას მოითხოვს. იმისათვის, რომ ქვეყანა მსოფლიო რუკაზე თავისი როლი სრულფასოვნად შეასრულოს და კიდევ უფრო ანგარიშგასაწევი გახდეს, ის ჯერ შიგნიდან უნდა გაძლიერდეს და ამ პროცესებზე პრემიერ-მინისტრმა თავის ანგარიშში დეტალურად ისაუბრა. სანგარიშო პერიოდის განმავლობაში დასრულდა საუკუნის პროექტის რიკოთის შკაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. გაიჭრა 51 გვირაბი და აშენდა 97 ხიდი. უნდა დასრულდეს თბილისი-ბათუმის მაგისტრალის დარჩენილი მონაკვეთები. ასევე დაიწყება თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა. დავიწყებთ ბათუმის სარფის გზის მაგისტრალის მშენებლობას. რუსთავის მაგისტრალი, თბილისის სადახლო წითელი ხიდის მაგისტრალი 2031 წელს მთლიანად ყველა მაგისტრალის მშენებლობა იქნება დასრულებული. რჩება სამტრედია ზუგდიდის მონაკვეთი, რომლის მშენებლობა სავარაუდოდ დასრულდება 2032 წელს. გზებთან ერთად რეგიონული ჰაბის სტატუსი წარმოუდგენელია ძლიერი და გამართული სარკინიგზო სისტემის გარეშე, რომლის გაძლიერებაც შიდა რეფორმებით დაიწყო. 40 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც რეალურად გამოდის, რომ არასწორად იხარჯებოდა, ახლა ჩაბრუნდება რკინიგზის განვითარებაში ყოველწლიურ ჭრილში. ამ ყველაფრის შედეგად, ამ რეფორმების შედეგად, შარშან 2025 წელს გაორმაგდა რკინიგზის წმინდა მოგება. დაგეგმილია 50 ახალი ლოკომოტივის და 1500 ახალი ვაგონის შესყიდვა, ასევე ავტომატიზებული სისტემების დანერგვა და ამ ყველაფრის შედეგად რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 15-დან 30 მილიონ ტონამდე. ასევე ჩვენ შევიძენთ 10 ახალ სამგზავრო მატარებელს. ამის შედეგად სამგზავრო გადაყვანები, რომელიც არის ახლა წამგებიანი, გახდება მთლიანად მომგებიანი. გაიზრდება მგზავრების გამტარუნარიანობა 2-დან 5 მილიონამდე. ლოჯისტიკური ჯაჭვის მესამე და მნიშვნელოვანი რგოლი საზღვაო მიმართულებაა. ანაკლიისა და ფოთის პორტების განვითარების პარალელურად სახელმწიფო თანამედროვე ტექნოლოგიებს ნერგავს. ასევე გაციფრულდა სახელმწიფო სერვისები, რის შედეგადაც გემების მიღების პროცედურები 24 საათიდან შემცირდა 1 საათამდე. დაიწყო მსხვილტონაჟიანი ტანგერების მიღებაც. საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა გაიზარდა 7%-ით გასული სანგარიშო წლის განმავლობაში. საზღვაო ნავსადგურებში გატარებული კონტეინერების რაოდენობა გაიზარდა 17%-ით. დაკავშირებადობის ზრდის კუთხით სტრატეგიული გეგმის ლოგიკური გაგრძელება საჰაერო სივრცის ათვისება და აეროპორტების მოდერნიზებაა. ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები წარიმართა კომპანია TAV-თან და EDP-სთან.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით გაგრძელდა ხელშეკრულება 5 წლის ვადით და ამ კონტრაქტის გადაგრძელების შედეგად აეროპორტების გაერთიანებამ ერთჯერადად მიიღო 25 მილიონი დოლარის შემოსავალი, უზრუნველყოფილი იქნა 150 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა. ამ ყველაფრის შედეგად თბილისის მოქმედი აეროპორტის გამტარუნარიანობა გაიზრდება 53%-ით. ამ ხელშეკრულების შედეგად 4-ჯერ გაიზრდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სახელმწიფოს წლიური შემოსავლები. სტაბილურობა, მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის მოდერნიზება და მისი ცნობადობის ზრდა. სწორედ ეს არის ის უმთავრესი საფუძვლები, რამაც საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინტერესი მკვეთრად გაზარდა და ხელისუფლების მიერ გატარებული გონივრული პოლიტიკის ეფექტი ტურიზმის სექტორზეც აისახა. 2025 წელი იყო რეკორდული შემოსავლების თვალსაზრისით. ტურიზმიდან შემოსავლებმა შეადგინა 4,7 მილიარდი დოლარი გასულ წელს. 2025 წელს უმასპინძლეთ 7,8 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს. აქედან 5,522,000 იყო ტურისტული ვიზიტი. ამ ნაწილში გვაქვს 8,4% ზრდა. ქვეყანაში მოქმედი ავიაკომპანიების რაოდენობა გაიზარდა 62-დან 82-მდე. ასევე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები 18 ავიაკომპანიასთან ბაზარზე ოპერირების დაწყებისა და ავიამიმართულებების დამატების მიზნით. აქტიურად მუშაობთ ვაზიანის საერთაშორისო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზე და ჩვენი ვარაუდით მშენებლობის პროცესი დაიწყება მომავალი წლის ბოლოდან და დასრულდება 2031 წლის ბოლოს. ვერანაირი ეკონომიკური პროგრესი, ტურისტული ბუმი თუ საერთაშორისო პროექტები ვერ იქნება მდგრადი, თუ ქვეყნის შიგნით უსაფრთხოება და კანონის უზენაესობა არ არის გარანტირებული. სწორედ ამიტომ პრემიერ-მინისტრის ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას დაეთმო. იყო ასეთი პრაქტიკა, რომ ქალაქში დარბოდნენ პირდაპირ თბილისში, ახალგაზრდები თუ არა ახალგაზრდები იარაღით და ამას სჭირდებოდა რა თქმა უნდა რადიკალური ნაბიჯებით დაპირისპირება. ასევე ნარკოტიკული დანაშაულის მიმართებით იყო სერიოზული პრობლემები. მთლიანობაში ამ პერიოდის განმავლობაში პასუხისმგებაში მიეცა 15 კანონიერი ქურდი და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 335 პირი. ასევე პასუხისმგებაში მიეცა ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 800-ზე მეტი პირი. უსაფრთხოების გამტკიცებასთან ერთად დღეს ქვეყანა ახალი რეალობის წინაშეც დგას. როდესაც საქართველოში მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდაა, ის ბუნებრივად ხდება მიმზიდველი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის არალეგალებისთვისაც. ამიტომაც მნიშვნელოვნად გაძლიერდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი და საანგარიშო პერიოდში იმას მეტი არალეგალი მიგრანტი იქნა გაწევებული ქვეყნიდან, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში. ყველა ზემოთქმული მიმართულება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა განათლება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. რადგან დღევანდელი თაობა თუ ქმნის მყარ საფუძველს მომავლისთვის, ამ მომავლის შესანარჩუნებლად და ეროვნული კურსის გასაგრძელებლად მნიშვნელოვანია სწორი საფუძველი ჩაიყაროს. სწორედ ამიტომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით უმაღლეს განათლებაში სრულმასშტაბიანი ისტორიული რეფორმა დაიწყო, რომლის მიზანიც სტუდენტებისთვის თანამედროვე და პრაქტიკული სასწავლო გარემოს შექმნაა. დამატებით კი შემოიღეთ წამყვანი პროფესორის თანამდებობა შესაბამისად გაზრდილი ანაზღაურებით და ეს არის ამ რეფორმის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება და საბოლოო ჯამში ჩვენ პირველად თელემწლების მანძილზე უზრუნველყოფით ის, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მოვიდა შესაბამისობაში მიღება და ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. უმაღლესი განათლებაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში გახდა უფასო ყველა სტუდენტისთვის. თუმცა ისტორიული რეფორმის ისტორიული შედეგისთვის ცვლილებები სკოლიდან, პირველივე კლასებიდან იწყება. მოხდება სახელმწიფოების ძირეული გადახედვა და დაინერგება ერთი სახელმწიფოების პრინციპი და რაც თავარია პროგრამას და სახელმწიფოების დაეფუძნება ჩვენს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს. განათლებულ თაობებთან ერთად ქვეყნის მომავლისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. სწორედ ამიტომ სპორტის სფეროს განვითარება და ხელშეწყობა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რაც კონკრეტულ შედეგებში აისახა. გვაქვს ისტორიული შედეგები ქართულ სპორტში. შარშან ქართულმა სპორტსმენებმა მოიგეს 1935 საერთაშორისო медали, რაც წინა წლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებითაც არის სერიოზული გაუმჯობესება 450 საერთაშორისო медалით მეტი. ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. მიმდინარეობს 40 მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და 11 სტადიონის პროექტის მომზადება. აქ საუბარია მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსებზე. აქაც იქნება რამდენიმე ტიპური პროექტი, რომლის მიხედვითაც განვითარდება უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში. ფუნქციური სპორტული ცენტრები. განათლებისა და სპორტის ხელმისაწვდომობა ქვეყანაში სრულიად ახალ სახელმწიფოებრივ სტანდარტებს აყალიბებს, რაც პენიტენციურ დაწესებულებებსაც მოიცავს. 2012 წლამდე არსებული რეალობისგან განსხვავებით, როდესაც პატიმრობა წამებასთან, არაადამიანურ მოპყრობასა და ღირსების შელახვასთან იყო გაიგივებული, დღეს ჰუმანური პოლიტიკის ახალ სტანდარტებზე ვსაუბრობთ. ციფრული უნივერსიტეტი მოქმედებს 6 დაწესებულებაში, მშავერთებულთა დასაქმების არეალის გასაფართოებლად საშუალო ხსნელების დაწესებულებებში ვითარდება აგრარული მიმართულება, საანგარიშო პერიოდში
გააშენდა 5 ახალი კენკროვანი ბაღი ციხეებში, საშუალო სრულების დაწესებულებებში. ამჟამად მოქმედებს დასაქმების 11 პროგრამა საშუალო სრულების სისტემაში. 2025 წელს განხორციელდა 50-ზე მეტი მოკლევადიანი პროფესიული მომზადება გადამზადების პროგრამა და სწავლება ტრენინგი, რომელშიც 919 მშავდებული ჩაერთო. ასევე საშუალო სრულების დაწესებულებებში ტარდებოდა სპორტული ფესტივალები. ასეთი ფესტივალი ჩატარდა 8 პენიტენციურ დაწესებულებაში 2025 წელს. ეს არის ახალი სტანდარტი, რაც არის დამკვიდრებული საშუალო სრულების სისტემაში. საზოგადოებრივი ჯგუფების საჭიროებების უზრუნველყოფის პარალელურად ხელისუფლება ზრუნავს ინტელექტუალური საყრდენის წახალისებასა და ეროვნული კულტურის დაცვაზეც. გაიზარდა კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი, შეიქმნა საჯარო სამართლიანი იურიდიული პირის შემოქმედებით საქართველო და მის მიერ დაფინანსდა 1000-მდე პროექტი. შეივსო მუზეუმების ფონდები, დასრულებულია 30 ობიექტის რეაბილიტაცია და კონსერვაცია. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გელათის ტაძარს და სამონასტრო კომპლექსს, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. პრემიერის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ასევე ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას და ამ სფეროში მიმდინარე პროცესებს. დაიწყო მუშაობა გრძელვადიანი განვითარების განახლებულ დოკუმენტზე, თავდაცვის ძალები 2035. ტოტალური თავდაცვის მიდგომის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური ბაზის, სამხედრო მრეწველობის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და უწყებათა შორის კოორდინაციის განვითარების მიმართულებით. თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება და ჯარის მოდერნიზაცია სუვერენული სახელმწიფოსთვის აუცილებელია. თუმცა პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ იცის, რომ გრძელვადიანი უსაფრთხოება სწორი დიპლომატიით მიიღწევა. სწორედ ეს ბალანსი განსაზღვრავს ქართული ოცნების მიდგომას უმთავრეს გამოწვევასთან. ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა ოფიციალური თბილისის სტრატეგია. კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი გზით. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ პრაგმატული პოლიტიკის წარმოებას და ჩვენი ამოცანა ბუნებრივია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება საქართველოსა და რუსეთს შორის და რა თქმა უნდა, აქ წითელი ხაზი უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. და ეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები არ არის. ის ყოველდღიურ კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატება, რასაც საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის პროცესი ჰქვია. ხორციელდებოდა მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. 25 ახალი ჰუმანიტარული ნდობის აღდგენის პროექტი იქნა ინიცირებული. ჯამში 70-ზე მეტი პროექტი არის განხორციელების პროცესში. 18 ქართულ-აფხაზური ერთობლივი ბიზნეს ინიციატივა დაფინანსდა. 1000-მდე პაციენტი ეწვია ჩვენს ჯანდაცვის დაწესებულებებს ოკუპირებული რეგიონებიდან. ამ სამშვიდობო ძალისხმების პარალელურად სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში მუდმივად რჩებიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ომის უმძიმესი შედეგები. 2025 წელს თლიანობაში უზრუნველყოფილი იქნა 4636 ოჯახი. გრძელდება სამშენებლო სამუშაოები თბილისში, 7 კორპუსი შენდება, ასევე რუსთავში და ბორჯომში. თლიანობაში 2500 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი ამ სამუშაოების დასრულების შედეგად. ზუგდიდში 1700-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა ბინა, მას შემდეგ რაც დასრულდება შესაბამისი კორპუსების შენებლობა, აქ აქტიურად წარიმართება შესაბამისი პროცესი. ყოველწლიური ანგარიშის დასკვნით ნაწილში პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების დამოკიდებულება მისი ხალხის მიმართ და რომ გამოწვევებით სავსე რეალობაში უდიდესი როლი აქვს საზოგადოების სიმტკიცეს. მიუხედავად შანტაჟის არაერთი მცდელობისა, საზოგადოების სიცრუეს შეყვანის არაერთი მცდელობისა, საზოგადოება ბოლომდე დადგა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და რომ არა საზოგადოების სიმტკიცე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვერც ერთი წარმატება ვერ შედგებოდა. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი პირველ რიგში ქართულ ხალხს და ქართულ საზოგადოებას. პრემიერს არ გამორჩენია ამ საზოგადოებრივი სიმტკიცის მთავარი საძირკველი. ეკლესია და ის ქრისტიანული ღირებულებები, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში ილია მეორემ დანერგა, რასაც ახალი პატრიარქი შიო მესამე აგრძელებს, რომელიც პრემიერის ანგარიშის მოსმენას საკანონმდებლო ორგანოში ესწრებოდა. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ეკლესიას, რომელიც დგას ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და დღეს არ შეიძლება კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლიერება არ გამოვხადოთ წმინდა და უნიტარეს პატრიარქი ილია მეორეს მიმართ. ის რომ დღეს ჩვენი ხალხი არის ასეთი მტკიცე საკუთარი ეროვნული იდენტობის, ეროვნული ინტერესების დაცვაში, არის იმ ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის დამსახურება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აჩუქა უწმინდესმა და უნიტარესმა ილია მეორემ. მე მინდა მადლიერება გამოვხატო უწმინდეს და უნიტარეს შიო მესამის მიმართ, რომელიც აგრძელებს ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს და დღეს ამ ურთულესი გლობალური და ეროვნული გამოწვევების ფონზე
როგორც არასდროს მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და ეკლესიის ერთად დგომა. და ბოლოს, შედეგი, რომელსაც დღეს საქართველო იმკის, მშვიდობა, სტაბილურობა და სუვერენიტეტის გამტკიცება არ არის შემთხვევითი. არც მხოლოდ რამდენიმე წლის დამსახურება, არამედ ეს არის 10 წლეულის წინ დაწყებული, კარგად გათვლილი და გეგმაზომიერი პოლიტიკური კურსის შედეგი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო, როცა ავტოკრატიულ რეჟიმს დაუპირისპირდა და გაიმარჯვა. პრემიერის განცხადებით, დღევანდელ დღეს ფუნდამენტი სწორედ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა მისი პოლიტიკური ფილოსოფიით, რომელიც ეროვნულ ღირებულებებსა და სუვერენიტეტზე დგას. როდესაც საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მე აუცილებლად მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ის მიღწევები, რომლებიც აქვს საქართველოს მთავრობას, ამ გასული წლების განმავლობაში, მათ შორის გასული წლის განმავლობაში საბოლოოდ არის იმ გეზის დამსახურება და იმ სწორი პრინციპების დამსახურება, რომლებიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში 2012 წლის შემდეგ. და საბოლოო ჯამში ის რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობა, უწყვეტი მშვიდობა 14 წლის განმავლობაში, ის რომ ქვეყანაში არის დღეს სიმშვიდე, ის რომ ქვეყანა ინარჩუნებს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ის რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური პროგრესი, არის პირველ რიგში სწორედ ამის დამსახურება და ამ ადამიანის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება კიდევ ერთხელ მადლობა მას სწორი პრინციპებისთვის, სწორი ღირებულებებისთვის და იმ მაგალითისთვის, რომელსაც გვაძლევს თითოეულ ჩვენგვანს საკუთარ საქმიანობაში. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ რა თქმა უნდა, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკური წინსვლა, ეს იქნება მომავალში საქართველოს მთავრობის საქმიანობის უმთავრესი პრიორიტეტები და კიდევ ერთხელ შეურიგებელი ვიქნებით ნებისმიერი მცდელობის მიმართ, ვინმე დაუპირისპირდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საკს შეხვდა, რომელიც საქართველოში იმყოფება. შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, საქართველოს საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. ასევე აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ. ბრიუსელიდან სტრასბურგამდე ევრობიუროკრატიის რეზოლუციომანია და განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ. უცვლელი ნარატივები და მოთხოვნები სუვერენულ ქვეყანას, გამჭვირვალობისა და LGBT პროპაგანდის ამგრძალავი კანონმდებლობის გაუქმება. კანონდარღვევი პოლიტიკოსების გათავისუფლება და გაუთავებელი საუბარი ეგრეთ წოდებულ დემოკრატიულ უკუსვლაზე. როგორ ხდება საქართველოს ევროჩინოვნიკების დღის წესრიგში და რა დგას რეალურად პერმანენტული თავდასხმების უკან. ანი ნადირაშვილმა გადაავლო თვალი ერთი კვირის ინტერვალით ორ ევროსტრუქტურაში საქართველოს წინააღმდეგ მოქმედების ანატომიას. ბრიუსელიდან სტრასბურგამდე საქართველოს ევრობიუროკრატების განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. ბოლო რეზოლუციის მიღების შემდეგ დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა და ინოვაციები განიცადა, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული ხმების მიმართ რეპრესიები. ასამბლეის არც ერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ იქნა განხორციელებული. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათი ხელმძღვანელობის ასევე დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე თავდასხმები უნდა დასრულდეს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა და გრანტების შესახებ კანონი, რომლებიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების არსებობას, ვერ გაუმჯობესდება და უნდა გაუქმდეს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მიზნობრივი სანქციების დასაწესებლად იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ამ დემოკრატიულ კოლაფსზე, არასოდეს უნდა აურიოთ ერთმანეთში საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი. მხოლოდ ერთ კვირაში საქართველოზე ორი რეზოლუცია მიიღეს. ორივე დოკუმენტში მთავარი აქცენტი ეგრეთ წოდებულ დემოკრატიულ უკუსვლაზე კეთდება. საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა თითქმის ყველა ძირითად სფეროში ფიქსირდება. დემოკრატიული უკუსვლა შეუჩერებლად გაგრძელდა, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის მქონე პირების წინააღმდეგ ზეწოლა. 2022 წლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან საქართველოს ევროპული ინსტიტუტების დღის წესრიგიდან თითქმის აღარ ქრება. დებატები, განცხადებები, ინტერვიუები, რეზოლუციები კვირა იშვიათად გავა ისე, რომ საქართველოზე ისევ არ იმსჯელონ. ერთმანეთს უკვე დროში ემთხოვიან და ერთდროულად ერთსა და იმავე გზავნილებს ავრცელებენ. ეს გზავნილებიც ბრიუსელიდან სტრასბურგამდე თითქმის უცვლელია. ევროპარლამენტის 2026 წლის 17 ივნისის რეზოლუცია ამბობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში
არჩევნები არ შეესაბამებოდა დემოკრატიულ სტანდარტებს. ამ მიზეზით არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული პარლამენტისა და ხელისუფლების ლეგიტიმაციას. რეზოლუცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად აფასებს და აღნიშნავს, რომ 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებს ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ ბოიკოტი გამოუცხადა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 2026 წლის 24 ივნისის რეზოლუციაში ჩაწერს, რომ საქართველოში არ არსებობს პირობები ნამდვილად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. ბრიუსელის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას ახლა უკვე სტრასბურგიდანაც მოუწოდებენ უზრუნველყონ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები მომავალში. მაგრამ ისეთი რა მოხდა 2024 წლის 26 ოქტომბერს. ბრიუსელი და სტრასბურგი დღემდე რომ შეშფოთებული და აღშფოთებულია. თუ ქართველი ამომრჩეველი არჩევნების ორგანიზებითაც კმაყოფილია და შედეგებითაც და არც ერთ საპროტესტო აქციაში და რევოლუციურ სცენარში არ ჩაერთო. თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია არჩევნებს კონკურენტულად და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად აფასებს. აცხადებს, რომ ამომრჩევლებს ჰქონდათ არჩევანი და რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. მაშინ რატომ აყენებს ბრიუსელი და სტრასბურგი ამ არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვის ქვეშ? ან რა ფასი აქვს დემოკრატიას თუ კი ერთი რეზოლუციით ან განცხადებით ხალხის ნების და ელექტორატის არჩევანის უგულებელყოფა და გაპროტესტება შეიძლება? სწორედ აქ იწყება მთავარი დისკუსია, რომელიც ჩვენს ევროპულ ოჯახში დაბრუნების მოლოდინებს უკავშირდება. 1999 წელს საქართველო ევროსაბჭოში წევრიანდება. საქართველო ევროპული სტრუქტურის წევრი ხდება როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო საკუთარი კონსტიტუციით, საკუთარი ენით, საკუთარი კულტურით და საკუთარი ეროვნული ინტერესებით. ევროსაბჭო საქართველოსთვის მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაცია არ იყო. სტრასბურგი ყოველთვის აღიქმებოდა როგორც ღირებულებითი სივრცე და იმედი, რომ ევროპულ ოჯახში თითოეული ერის იდენტობას და ქვეყნის სუვერენიტეტს დაიცავდნენ. ამიტომაც 27 წლის შემდეგ, როცა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას კითხულობ, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, სად დარჩა ის ევროპა და სად გაქრა ის დაპირება? რატომ ხდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იძულებული საკუთარი წევრი ქვეყანა არ დაიცვას, დემოკრატიის პრინციპებს უღალატოს, ევროპულ ღირებულებებს გადაუხვიოს და ბრიუსელის მიკერძოებული მიდგომები გაიზიაროს. როგორც იტყვიან, ეშმაკი დეტალებშია და ეს ის შემთხვევა არ არის, როცა დეტალები არ ჩანს. პირიქით, სწორედ ეს დეტალები გვაძლევს პასუხს იმაზე, თუ რატომ აღმოჩნდა ბრიუსელისა და სტრასბურგის გზავნილები თითქმის იდენტური. რეალურად საქმე არჩევნებს არ ეხება. შეიძლება ითქვას, რომ 2024 წლის არჩევნები მხოლოდ იმ უფრო ფართო პოლიტიკური დაპირისპირების ბოლო ეპიზოდია, რომელიც ბევრად ადრე დაიწყო. თუ მოვლენებს ქრონოლოგიურად გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ამ ისტორიის სათავე 2022 წლამდე მიდის და უკრაინის ომს პირდაპირ უკავშირდება. საქართველოსა და დასავლელ ბიუროკრატებს შორის პოლიტიკური უთანხმოება სწორედ მაშინ ჩნდება. საქართველოს ხელისუფლება ომის დღის წესრიგს არ მიჰყვება, ბრიუსელის ინსტრუქციებს არ ასრულებს, მეორე ფრონტს არ ხსნის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ აწესებს, LGBT პრაიდების ჩატარებას არ თანხმდება, გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას იღებს. ასე რომ საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულება ევროკრატებში ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ჩნდება. ხელისუფლების არგუმენტები ქვეყნის სუვერენიტეტზე, ეროვნულ ინტერესებზე ბრიუსელში არ აინტერესებთ. სწორედ ამიტომ არც დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების შედეგების მიღება და აღიარება სურთ. ევროპარლამენტის ეს რეზოლუციებიც სწორედ ამის გამოვლინებაა. ბრიუსელში გადაწყვიტეს, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მათ ინტერესებში არ შედის. ამიტომაც უნდა შეიცვალოს და არ აქვს მნიშვნელობა ხალხის ხმას, დემოკრატიას. არჩევნები ერთი დიდი ბუტაფორია ხდება. და მაშინ რითი განსხვავდება ევროკრატია საბჭოთა მმართველობისგან? თუ განსხვავება მხოლოდ სახელშია და არა შინაარსში, არჩევნებს საბჭოთა კავშირშიც ატარებდნენ. ფორმალურად დემოკრატიული პროცედურის თითქმის ყველა ატრიბუტი დაცული იყო, მაგრამ საბჭოთა რეალობაში ამ პროცესს მთავარი შინაარსი ყოველთვის აკლდა. ხალხის აზრს და არჩევანს მნიშვნელობა არასდროს ჰქონდა. საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ საბჭოთა მოსკოვი იღებდა. მოსკოვში კი პოლიტბიურო. სწორედ იქ წყდებოდა საბჭოთა კავშირის რომელ რესპუბლიკაში ვინ უნდა გამხდარიყო არჩეული. ახლა შევხედოთ, რამდენად განსხვავდება საბჭოთა გამოცდილება დღევანდელი ბრიუსელის მიდგომისგან. თუ არჩევნების შედეგს მხოლოდ იმიტომ არ აღიარებ, რომ გამარჯვებული პოლიტიკური ძალა შენს პოლიტიკურ დღის წესრიგს არ იზიარებს, მაშინ საბოლოო სიტყვას უკვე ამომრჩეველი კი არა პოლიტიკური ცენტრი ამბობს. სწორედ ამიტომ ჩნდება პარალელი ბრიუსელსა და საბჭოთა გამოცდილებას შორის. საბჭოთა მენტალიტეტის მქონე რეზოლუციები ჩვენთვის იმაზე ნაკლები ფასი აქვს, ვიდრე ის ქაღალდი, რომელზეც ის იბრძვის.
და ეს ერთადერთი პარალელი არ არის. საბჭოთა საქართველოში პოლიტიკური კარიერის გასაკეთებლად გზა მოსკოვზე გადიოდა. მთავარი იყო რას ფიქრობდა პოლიტბიურო და არა ის რას ფიქრობდნენ მოქალაქეები. დღეს ზუსტად იგივე ლოგიკაში ბრიუსელი ჩაჯდა. სწორედ იქეძებენ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მხარდაჭერას, აღიარებასა და ლეგიტიმაციას. თითქოს საბოლოო პასუხი ქართველი ამომრჩევლისგან კი არა ევროკრატიიდან უნდა მოვიდეს. ჩვენ განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში წევრობაზე და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე. და ჩვენი ძალისხმევა აქეთ არის სწორედ მიმართული, რომ ევროკავშირი არ აცდეს ევროპულ გზას, რის საწინააღმდეგოდაც ახლა მიდის და როდესაც ჩვენ მოვა ის მომენტი ევროკავშირში წევრობისა, ჩვენ არ დაგვხდეს იქ საბჭოთა კავშირი და საბჭოთა მოსკოვი არ ჩაანაცვლოს საბჭოთა ბრიუსელმა თავისი შინაარსი. თუ ლეგიტიმაციის წყარო არჩევნები აღარ არის და საბოლოო შეფასებას პოლიტიკური ცენტრი აკეთებს, მაშინ დემოკრატიული კრიტერიუმებიც მეორე პლანზე გადადის. მთავარი ხდება არა ის, ვის დაუჭირა მხარი ამომრჩეველმა, არამედ ის, ვინ არის მისაღები ბრიუსელისთვის. ეუთოოდირი ვერ განაცხადებს არჩევნები იყო თუ არა თავისუფალი და სამართლიანი. ეს ჩვენი მოვალეობაა. და ბრიუსელისთვისაც, ისევე როგორც პოლიტბიუროსთვის, მისაღები ხდებიან მხოლოდ ერთგულები და მორჩილები. როგორ გამოიყურება ასეთი ერთგულება უკვე ვნახეთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რო გითხრან რომ ერთი კვირა ცალფეხზე უნდა იდგე, უნდა ვიდგეთ და გავაკეთოთ ყველაფერი. ცალფეხზე დგომა გიორგი ბურჯანაძეს დაუფასდა. მისთვის კარი ყველგან ღიაა. ახლა სტრასბურგშიც ჩადის და მშვიდად გულშემატკივრობს იმ რეზოლუციას, რომელიც სინამდვილეში ქართველი ხალხის არჩევანის უფლებას უგულებელყოფს. გულშემატკივრების ლოჟაში სხედან ბრიუსელიდან დაფინანსებული NGO-შნიკებიც და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეც. ბოკუჩავაც ელოდება, როდის იქნება კენჭისყრა. დემოკრატიის პირობებში არჩევნების გზით ისინი ხელისუფლებაში ვერ მოდიან. ხალხი მათ ნდობას არ უცხადებს. ამიტომაც ევროსაბჭოთა მოდელი აწყობთ. აწყობთ თუ არჩევნების შედეგზე საბოლოო სიტყვას ბრიუსელი იტყვის და არა ქართველი ამომრჩეველი. ზუსტად ისე როგორც ადრე საბჭოთა კავშირში იყო. საქართველოს სწორედ იმიტომ დატოვა საბჭოთა კავშირი და დაიწყო ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია, რომ საკუთარი დამოუკიდებლობა დაეცვა და სუვერენიტეტი შეენარჩუნებინა. მაგრამ ევროკრატიას სხვა გეგმები აქვს. არის მცდელობა, რომ გადაწყვეტილება ფონ დერ ლაიენის ევროკრატიულ იერარქიაში მიიღებოდეს, ხოლო არჩევნებმა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ფორმალურად დაადასტუროს. თუ არჩევნების შედეგი მათთვის მისაღები არ არის, ურთიერთობა ახლა გაცილებით უფრო აგრესიულ ეტაპზე გადადის, სადაც პოლიტიკური ზეწოლის თითქმის ყველა ბერკეტი ერთვება. ხან მკაცრი რეზოლუციები მიიღება, ხან მწვავე პოლიტიკური განცხადებები კეთდება, ხან რევოლუციები იგეგმება და ყველაფერი ეს მხოლოდ ერთი მიზნით, რადგან არ უნდა დაუჯდეთ შეცვალონ მათთვის მიუღებელი ხელისუფლება. საპროტესტოდ რუსთაველზე მორჩილი უმცირესობა გამოჰყავთ. ხალხს აიძულებენ ხელისუფლება და ოპოზიცია აღიარონ. კი, ჩვენი სახით თქვენ უყურებთ შემდგომ ხელისუფლებას. პრაქტიკულად არის მცდელობა ხელისუფლება ბრიუსელიდან დაგვინიშნონ. თავად განსაჯეთ, ვინ არის უფრო მოსახერხებელი გარე პოლიტიკური ცენტრისთვის. ის, ვინც მათ მოთხოვნებს, სრულად იზიარებს და მორჩილად ასრულებს. თუ ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს პასუხობს. შეკითხვა რიტორიკულია. რეზოლუციები და გამოსვლები უკვე იმდენად უცნაურ ხასიათს იღებს, რომ უკვე რთულად დასადგენია, რა კავშირშია ეს ყველაფერი საქართველოს ევროინტეგრაციის თემასთან. მაგალითად, ევროპარლამენტის 17 ივნისის რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს. უზრუნველყოს საბჭოთა პერიოდის არქივებზე სრული, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული წვდომა. ევროდეპუტატები მიიჩნევენ, რომ მკვლევარებმა და ისტორიკოსებმა უნდა უზრუნველყონ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. ქვეყანაში საბჭოთა ოკუპაციისა და მისი გრძელვადიანი შედეგების შესახებ აკადემიური კვლევებისა და ისტორიული განათლების ნაკლებობა, რაც ხელს უწყობს ისტორიული მანიპულაციებისა და დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელებას. რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მეცნიერებისთვის, მკვლევარებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საბჭოთა პერიოდიდან დაკავშირებულ არქივებზე სრული, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული წვდომა უზრუნველყონ. რა კავშირი აქვს 2024 წლის არჩევნების, დემოკრატიისა და ევროკავშირთან ურთიერთობის შესახებ რეზოლუციას საბჭოთა არქივებთან. რეზოლუცია ამ ორ თემას ერთმანეთთან აკავშირებს, მაგრამ თავად ტექსტი დეტალურად არ ხსნის, რატომ არის ეს კავშირი მნიშვნელოვანი კონკრეტულად საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებასთან. თუ მინიშნების კონტექსტს და ლოგიკას გავყვებით, როგორც ჩანს, სურთ მიანიშნონ, თითქოს საქართველოს დემოკრატიული კულტურა არ ყოფნის. ევროპულ ღირებულებებს ვერ ითვისებს მხოლოდ იმიტომ, რომ საბჭოთა წარსული არ იცის. სინამდვილეში ქვეყანას საბჭოთა წარსულის მეხსიერება, გამოცდილება და ცოდნა რომ აქვს. სწორედ ამიტომაც ავლებს შალვა პაპუაშვილი პარალელს და სვამს ტოლობის ნიშანს ბრიუსელსა და საბჭოთა კავშირს შორის.
როგორც მოსკოვის საკავშირო ყრილობა იღებდა მტრულ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე ბრიუსელის საკავშირო პარლამენტი დღეს იღებს ამგვარ მტრულ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით. ყველა დოკუმენტი შანტაჟს და მუქარას შეიცავს. ხან იზოლაციით გვემუქრებიან, ხან სანქციებით, ხან ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებით. მიზანი ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლის გაზრდა, ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობის გართულება და იმ რადიკალური ძალების გაძლიერებაა, რომლებიც დღეს საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას არჩევნებით ვერ ახერხებს. მაგრამ ბრიუსელისა და სტრასბურგის კრიტიკა მხოლოდ არჩევნებით ასრულდება. დემოკრატიული უკუსლა ორივე რეზოლუციის ცენტრალური ნარატივი ხდება. უკვე კონკრეტულ კანონებზე ან ცალკეულ გადაწყვეტილებებზე კი აღარ საუბრობენ მხოლოდ, არამედ მთლიანად დემოკრატიულ სისტემაზე. არჩევნებიდან დაწყებული პოლიტიკური გარემოთი და სახელმწიფო ინსტიტუტებითა და ოპოზიციის მდგომარეობით დასრულებული. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაიწვიოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი მოთხოვნა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ და შეწყვიტოს მათი ლიდერების დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. მთავარი აქცენტი მაინც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე კეთდება. რეზოლუციის ავტორების შეფასებით ეს განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ ზეწოლის გამოვლინებაა. სინამდვილეში საუბარია მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებზე, რომელთა საქმიანობაც ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლასა და ძალადობრივი სცენარების ორგანიზებას უკავშირდება. ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა არა იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი არ მოისმინოს. არამედ იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნას პრეცედენტი, როცა ხელისუფლების დამხობის მცდელობა დანაშაულია და არა გამოხატვის თავისუფლება. დემოკრატიული აქტი ან საპროტესტო ხმა. ისინი არიან დაკავებული საბოტაჟით, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, ეს ეხება პარტიებს, ეს ეხება ეგრეთ წოდებულ NGO-ებს, ისინი ჩასული იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის მხარდასაჭერად. ეს აჩვენებს, რა თქმა უნდა, მათ ბუნებას, ისინი პასუხისმგებლობას იღებენ, იზიარებენ, რა თქმა უნდა, იმ სამარცხინო დოკუმენტზე, რომელიც დამტკიცდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევლში შეტანილ რამდენიმე პარტიას აკრძალავს, ამით აიკრძალება ძალადობრივი რეზოლუციების მცდელობები და არაგანსხვავებული აზრი. სწორედ და მხოლოდ ბრიუსელის კრიტიკა აცოცხლებს დღეს ამ რადიკალურ ჯგუფებს. ყველა რესურსს ისინი ბრიუსელიდან იღებენ, თუმცა თავად ერთმანეთთან ჩხუბისა და კინკლაობის გარდა არაფრის უნარი და გამოცდილება არ აქვთ. ამ აგრესიულ ძალებს ევროკრატია პროგრესულ და პროდასავლურ ალტერნატივად წარმოაჩენს. ქართულ ხალხს მათ არჩევანს ავალდებულებს, ქართულ ოცნებას კი მათთვის პოზიციების დათმობას ურჩევს. მაგრამ როდესაც ამ მომრჩეველმა უკვე თავისი სიტყვა თქვა, შეუძლია კი რომელიმე გარე პოლიტიკურ ცენტრს ამ არჩევანის გადახედვა მოითხოვოს. ხალხს ან ხელისუფლებას რაიმე დაავალდებულოს, დააშანტაჟოს, არჩევანის გამო დასაჯოს. და თუ არჩევნებში საბოლოო სიტყვა ხალხს აღარ ეკუთვნის, მაშინ რა ფასი აქვს ასეთ ევროკავშირს ან არის კი ეს დემოკრატია? 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე სასამართლო პროცესები დასრულდა. მართლმსაჯულების წინაშე ძალადობრივი პროცესების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით ათეულობით პირი წარსდგა. ყველა იმ პირს, რომელმაც დანაშაული აღიარა და ჩადენილი ქმედება მოინანია, სახელმწიფომ ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. ასეთი კი 30-ზე მეტი ბრალდებული აღმოჩნდა. პროცესებმა კიდევ ერთხელ ამხილა ის რადიკალური პოლიტიკური ძალები, რომლებმაც საკუთარი რევოლუციური მისწრაფებების გამო მხარდამჭერები დანაშაულის ჩასადენად წააქეზეს. შედეგზე კი პასუხისმგებლობა მათვე დააკისრეს. გურან და ბილიხოძე თემის დეტალებით. თბილისი 2025 წლის 4 ოქტომბერი. საქართველოში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები გახსნილია. ამომრჩევლები რიგში დგანან, რათა საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ. მაგრამ არჩევნებს ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილის პოლიტიკური კლასტერის სხვა წარმომადგენლები ბოიკოტს უცხადებენ. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ საერთოდ 4 ოქტომბერს არჩევნებია. ისინი ქალაქის ცენტრში იკრიბებიან, ხალხს რუსთაველზე ეძახიან. აცხადებენ, რომ ხელისუფლების შეცვლას ქუჩიდან აპირებენ. 4 ოქტომბერი ვარდების რევოლუციის გაგრძელება იქნება და ეს იქნება დროშების რევოლუცია. მათი თქმით, ყველაფერი სწორედ დღეს დაიწყება და დღესვე დასრულდება. 4-ში იქნება დასასრული. აი ის რასაც ჩვენ ვძახით მშვიდობიან რევოლუცია. რეჟიმის დამხობა. აი ეს უნდა იყოს ჩვენი დედლაინი 4 ოქტომბრამდე იქნება ეს ინგა. თუ იქნება 4 ოქტომბერს, მაგრამ 4 ოქტომბერი უნდა იყოს დასასრული. 5-ზე კაცი უნდა ვიყოთ 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე. მეგობრებო, არ შეშინდეთ. არც ერთი თავი დაბლა. ყველა მთავარი მაღლა უნდა ავწიოთ, მოვემზადოთ მასობრივი მობილიზაციისთვის, მათ შორის ფიზიკურად. ფიქრობ, რომ 4 ოქტომბერი
არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის. სანამ ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე საკუთარ ხმას აფიქსირებს, ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლას უკანა კარიდან გეგმავს. ეს კარი რევოლუციამ უნდა შეაყოს. დღის განმავლობაში მოვლენები ნელა ვითარდება, თუმცა საღამოსკენ ვითარება სწრაფად იცვლება. ცხადდება გეგმა. მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას. ჩვენ შევიკრიბებით ახლა და ჩავიბარეთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს. იწყებენ შტურმით პრეზიდენტის სასახლის აღებას. თუმცა სახელმწიფო ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. რევოლუცია ჩავარდა. იმავე საღამოს ორგანიზატორებს დააკავებენ. მოგვიანებით უკვე გამოძიება იდენტიფიცირებულ მოძალადეებსაც მიაკითხავს. საერთოდ რევოლუციების მცდელობა საქართველოში უნიკალური მოვლენა აღარ არის. მსგავსი მოწოდებები სხვადასხვა დროს არაერთხელ გაჟღერებულა. თუმცა სწორედ ეს საქმე გამოძიების კვალიფიკაციით ერთ-ერთი ყველაზე მძიმე აღმოჩნდება. ეს იქნება ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სისხლის სამართლის საქმე საქართველოში. გამოძიება მრავალი საათის ვიდეო მასალას სწავლობს. მრავალი მოწმე და ათობით ბრალდებული ჰყავს. საქმე იმდენად მოცულობითია, რომ რამდენიმე მოსამართლეს შორის ნაწილდება და 5 ცალკე პროცესად იყოფა. რამდენიმე დღის წინ პირველი ინსტანციის სასამართლოში პროცესები სრულდება. ორგანიზატორებს ყველაზე მკაცრი 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. საქმის სერიოზულობისა და წარდგენილი ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე ხელისუფლების პოზიცია ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და ინტერესს იწვევდა. ჯერ კიდევ 4 ოქტომბრამდე ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ მიანიშნებდნენ, რომ რადიკალური ოპოზიციის გეგმების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ. იქვე ყველას აფრთხილებდნენ, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სამართლებრივი რეაგირება პროპორციული და ადეკვატური იქნებოდა. განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თანაც რამდენჯერმე. ყველა შეუძლია შეიკრიბოს მშვიდობიანად გამოხატოს საკუთარი აზრი, ეს იქნება უზრუნველყოფილი, რა თქმა უნდა, 4 ოქტომბერსაც ამავდროულად მინდა გავაფრთხილო ყველა არ დაარღვევენ კანონი. როგორც კი დაარღვევენ კანონს, მაშინვე მიიღებენ კაცრ კანონის მიერ პასუხს. ხელისუფლება პრევენციულად მოქმედებს. პრევენციის მიზანი ერთია: თითოეულ ადამიანს მისცეს არჩევანის შესაძლებლობა. არჩეებას მძიმე ავანტიურაში არ ახყვეს პროვოკაციებს და არ გახდეს ხელისუფლების დამხობის მცდელობის მონაწილე. თუმცა ამ გაფრთხილებების მიუხედავად 64 პირი საბოლოოდ საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება. სასამართლო პროცესების პარალელურად პროკურატურა აცხადებს, რომ მზად არის ნებისმიერ ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გააფორმოს. ამისთვის კი აუცილებელი პირობაა ბრალდებულმა ბრალი აღიაროს და დანაშაული მოინანიოს. ამ შემთხვევაში ის ჰუმანური მოსაზრებებიდან გამოდის. მე მიხარია, რომ პროცესი დაიძრა. ჩვენ ვთქვით, რომ სადაც იქნებოდა აღიარება სინანული, იქ იქნებოდა შესაბამისი რეაგირება და მოხარული ვართ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ ბოლომდე აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გააკეთეს და ეს ძალიან დასაფასებელია, ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ჩვენი პირობა, რა თქმა უნდა, ძალაშია, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს იქნება შესაბამისი რეაგირება, ის გამოხატავს სინანულს, ვისაც იქნება აღიარება, ის გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან. არჩევანი უკვე თავად ბრალდებულებზეა. აღიარონ ბრალი, მოინანიონ ჩადენილი ქმედება და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე თავისუფლება მოიპოვონ. გამოდის, რომ ხელისუფლება პროცესის თითოეულ ეტაპზე არჩევანის შესაძლებლობას ტოვებს. თავდაპირველად ის საჯაროდ აფრთხილებს, რომ დაგეგმილი ქმედება დანაშაულად შეფასდება და მონაწილეებს მოუწოდებს უარი თქვენ მასში ჩართვაზე. ხოლო მას შემდეგ, რაც გამოძიება იწყება, კიდევ ერთ შესაძლებლობას თავაზობს. აღიარონ დანაშაული, მოინანიონ და საპროცესო შეთანხმების გზით სასჯელის შემსუბუქება ან თავისუფლების მოპოვება სცადონ. ამგვარად ხელისუფლების გზავნილი ყოველთვის გადის არჩევანზე. არჩევანი არსებობს როგორც დანაშაულის ჩადენამდე, ისე სამართლებრივი პროცესის დაწყების შემდეგაც. ამიტომაც, როცა სოციალურ ქსელებში დიდი ვნებათა ღელვა აწყდება, ოპოზიცია კი ხელისუფლებას ლამის უდანაშაულო ადამიანების დასჯაში დაადანაშაულებს. 7 წელი მიუსაჯეს, 7 წელი, არაფრისთვის. ნიკა გვარამია წერს, რომ თითოეული მათგანი საკუთარ ქმედებაზე თავად არის პასუხისმგებელი, რადგან ზრდასრული ადამიანები არჩევანს თავად აკეთებენ. დღეს 4 ოქტომბრის კიდევ 8 მონაწილეს მიუსაჯეს 5 წელი. ყველა ორგანიზებისთვის დაპატიმრებულს გულწრფელად ვურჩევ, ნუ დააბრალებენ საკუთარ თავს ვინმეს ციხეში შესვლას, რადგან ზრდასრული ადამიანები თავად აკეთებენ არჩევანს, როგორ მოიქცნენ.
არჩევანი კი ჰქონდათ, ხელისუფლებამ ყოველ ჯერზე მისცა, მაგრამ საპროცესო შეთანხმებით მხოლოდ 30-მდე ბრალდებული ისარგებლებს. ლოგიკურია მათ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ბრალდების მხარემ გააფორმა მათთან საპროცესო შეთანხმება, რაც დღეს უკვე სასამართლოს მიერ დამტკიცდა. დანარჩენები ისევ პროპაგანდის იმედად დარჩნენ. პროპაგანდა ემოციებით манипуляციას იწყებს. იურიდიულ დეტალებში შეგნებულად არ შედიან. იციან გამოძიებას თითეული ბრალდებულის წინააღმდეგ სერიოზული და საკმარისი მტკიცებულებები აქვს. ამიტომაც ძალადობიდან და დანაშაულიდან აქცენტი გადააქვთ ან დაკავებული სქესზე, ან ასაკზე, ან პროფესიაზე, ან სტატუსზე, ან ჯანმრთელობაზე. როგორ ადამიანებს აკავებენ უწესიერეს, უპატიოსნეს, ქვეყნის მოყვარულ ადამიანებს, პენსიონერებს, ბავშვებს, სოციალურად დაუცველებს, სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს. 4 შვილი ყავს ამ კაცს და ახლა ემუქრება 9 წლის ციხეში წასვლა. პაატა ბურჭულაძე 70 წლის მსოფლიო ბანი, შვილების პატრონი. ზახიში მოათავსეს გვიან ღამით ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, მათ შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები და მათ შორის კრეატიული დირექტორი ქალბატონი ადარახველიძე, ერთ-ერთი დაკავებულთა შორის არის ერთ-ერთი ქალი. ასეთ ცდილობენ საზოგადოებაში თანაგრძნობა გააჩინონ. ამ თანაგრძნობით კი ფაქტიც გადაფარონ, დანაშაულიც და პასუხისმგებლობაც. ვიღაც თურმე მხოლოდ იმიტომ არის უდანაშაულო, რომ პროფესიით ექიმია. თუმცა პროკურატურა მის მიმართაც აკეთებს განცხადებას და დანაშაულის აღიარების გზით საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობაზე მიუთითებს. საპროცესო არ იქნება, გამორიცხულია. ეს მოხდა 4-ში, 9-მდე ვიყავი სახლში და არც არაფერი არ ჩამithვლია, რომ მე იმ დღეს იქ რამე დავაშავე. საქმე იქამდეც მიდის, რომ პროპაგანდის ხაზი სენტიმენტალურ განწყობებზეც გაივლის. ნანა სანდერს მაგალითად ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ედება. მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯეს და პროპაგანდა მაშინვე იწყებს იმ ფოტოების და ვიდეოების გაზიარებას, სადაც სანდერი თავის საყვარელ სათამაშოსთან პოზირებს. მე იმ კაცს რა ვუთხარი, თოჯინიანი გოგოს ძალადობრივი რევოლუციის შემოქმედად რომ შერაცხავს და 7 წლით ციხეში გაუშვებს. მინიშნებას მის მენტალურ მდგომარეობაზე აკეთებენ. ეს იმიჯი სურთ, რომ ჩვენს მეხსიერებაში დარჩეს. იმიტომ რომ ყოველთვის როცა გამოძიება მის ბრალეულობაზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაზე ისაუბრებს. ჩვენ თვალწინ კეთილი და უწყინარი გოგონას იერი დაგვიდგეს. აბა როგორ შეიძლება მოძალადე იყოს ადამიანი, ვინც სათამაშოს გარეშე ვერ ძლებს? მიზანი მარტივია. საზოგადოების ყურადღება ამ დადგმულ შთაბეჭდილებას უნდა გაყვეს და არა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ერთ-ერთ ვიდეოში ის თავად გვეცნობა 4 ოქტომბრის ერთ-ერთ ორგანიზატორად. მე ვარ ნანა სანდერ, გერმანიაში მცხოვრები ქართველი, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოს პულსის, Pulse of Georgia's ლიდერი, რომელიც ვარ 4 ოქტომბერს რევოლუციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. შემდეგ 4 ოქტომბრის სხვა მონაწილეებთან ერთად ვიდეო ზუმში ჩნდება და ყვება როგორ აგროვებს ჯარს. კრებს აფხაზეთის, ავღანეთის და უკრაინის ომებში გამოცდილ მებრძოლებს. შევკრიბეთ ჯარი, პირდაპირ ვიტყვი ემიგრანტების და საქართველოში მცხოვრებების და მათ შორის ჯარისკაცები არიან. აფხაზეთში ნაომარი ხალხიც არის, აგვისტოს ომში ნაომარი ხალხიც არის, ავღანეთში ნაომარი ხალხიც არის, უკრაინაშიც და ძალიან ბევრი ჯარისკაცი არის, მებრძოლი ადამიანი არის. ახლა ცდილობენ ეს ფაქტები ემოციებით გადაფარონ. მეტი თანაგრძნობისთვის იმასაც ამბობენ, რომ თითქოს მას გარკვეული სახის პრობლემები აქვს. თუმცა არც ამ ზუმის შეხვედრაზე და არც სხვა დროს არავის განუცხადებია, რომ მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. შესაბამისად, მისგან დისტანცირებაც არავის მოუხდენია. პირიქით, ნანუკა ჟორჟოლიანი თავისი Facebook პოსტითაც ადასტურებს, რომ სანდერი ორგანიზატორთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო. ფული მისცეს, რომ აირწინაღები ეყიდა. საბოლოოდ 4 ოქტომბრის საქმე დიდი ლუსტრაციის პროცესი აღმოჩნდა. ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებიც ხალხს 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ, ოპერაციის ჩავარდნის შემდეგ მისგან დისტანცირება აირჩიეს. და აქ მაგალითები ბევრია. სანამ დამხობის პროექტის წარმატების წამს ხალხს რუსთაველისკენ მოუწოდებს. მე არ წავალ ხვალ არჩევნებზე და მე ჩემ ხალხთან ერთად ვიქნები ხვალ იმდენ აქციაზე. როგორც კი პროექტი ჩავარდა და ორგანიზატორების დაკავებები დაიწყო, მაშინვე ბავშვების ფონზე ჩნდება და ძალადობას ემიჯნება. ჩვენი მომავალი არის ნამდვილად თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები.
და ის იქნება პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი, ვინც წაგებული პროცესიდან უმანკოდ გამოსვლას ცდილობს. უმანკოებას ნაციონალების თავმჯდომარე თინა ბოკუჩავაც გაითამაშებს. სახლში ვიყავი და ბავშვებს სამი გოჭის ზღაპარს უკითხავდიო იტყვის. დღის პირველ ნახევარში მყავდა აქციაზე, როგორც შეიძლება მაყურებლის ნაწილმა იხილა და შემდგომ ამ დროს ყოველთვის ძინავთ, ასე რომ სამი გოჭის წავიკითხეთ და დაიძინეს. კი ბატონო, მეც მაქვს კითხვები და არა და 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე იგივე ბოკუჩავა გამოვა და იტყვის, რომ ნაციონალური მოძრაობა მშვიდობიან დამხობად წოდებული პროცესის ორგანიზაციაში დიახაც რომ ჩართულია. მონაწილეობ რაიმე ტიპის ორგანოში, რომელიც უშუალოდ ამ ეროვნული კრების გეგმის რეალიზების პროცესზე პასუხისმგებელია. იცით რომ ჩვენი პოლიტიკური საბჭო შედგება 200-ზე მეტი ადამიანისგან და ძირითადი მათგანი რეგიონებს წარმოადგენს და რა თქმა უნდა ჩვენი ამოცანაა რომ მოხდეს არა მხოლოდ თბილისის საპროტესტო ბირთვის მობილიზაცია, რომელიც ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ განგრძობად პროცესში, არამედ ასევე 4 ოქტომბერს ადამიანები, რომლებიც მივიდოდნენ საარჩევნო ყუთებთან იმისთვის, რომ გაეფერადებინათ 5, ამას არ გააკეთებენ. ლევან სანიკიძეც ბოკუჩავას მსგავსად სახლში იყო. ისიც არ იცოდა 4 ოქტომბერს ვის რა გეგმა ჰქონდა. როგორც პაატა ბურჭულაძე მეგონა, რომ ესა პაატა მანჯგალაძე მეგონა, რომ მეგონა სახლში იყო წასული, ზუსტად იგივე შეგრძნება მქონდა, რომ აი ეს ადამიანები აღარ იყვნენ რუსთაველის გამზირზე. არა და მანამდე ამბობდა 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთო. 4 ოქტომბერი არის ახალი პროცესის დასაწყისი. 4 ოქტომბრის მერე ეს ქვეყანა ისეთი ვეღარ იქნება, როგორც მანამდე. 4-ში ჩამოიშლება, საღამოს თქვენთან მოვალთ, ერთად ვიზეიმოთ. მე მოვიტან იმათ, ჩვენ რაჭულღინოს და დავლიო. მაგრამ როცა წააგებს, შიში აიძულებს ყველას და ყველაფერს გაემიჯნოს. ასეა, რადიკალებმა საკუთარი აქტივი და მომხრეები ჯერ დანაშაულებრივ პროექტში ჩააბეს. ყველას სხვადასხვა ფუნქცია მოუძებნეს. როცა წააგეს, თავად გვერდით გადგნენ. მათ მიერ ილუზიებით მოტივირებული ხალხი კი საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა. ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმემ ერთი მნიშვნელოვანი რამ აჩვენა. პოლიტიკურ პროცესებში ყველაზე ძვირი, სხვისი მოწოდების ბრმად დაჯერება ღირს. ეს ისტორია გაკვეთილია ყველასთვის, ვინც მომავალში პოლიტიკურ ავანტიურას ახყვება. თბილისის ურბანული დღე უფრო მეტი ვიდრე ინფრასტრუქტურული პროექტი. ახალი რეკრეაციული ღირსშესანიშნაობა დედაქალაქის მაცხოვრებლებს და სტუმრებს ქალაქის ცენტრიდან 15 წუთის სავალზე ველურ ბუნებაში მოხვედრის შესაძლებლობას აძლევს. 700-მდე ახალი ნერგი და 700 ჰექტრამდე რეაბილიტირებული ფართობი. აღდგენილი ბიომრავალფეროვნება, გართობისა და დასვენების ინფრასტრუქტურა, რომელიც სრულიად შერწყმულია ბუნების ხასიათში. ვიზიტორებს დაუვიწყარ თავგადასავლებს პირდება. უნიკალური პროექტი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის გადაწყვეტილებით საქველმოქმედო ფონდ ქართულს დაფინანსებით განხორციელდა. დეტალები ნუკი ბაღდავაძის სიუჟეტში. ავტომობილების უწყვეტი ნაკადი, ხმაური, ქაოტური მოძრაობა და გამონაბოლქვი. ეს დიდი ქალაქების ყოველდღიურობაა. სწორედ ამიტომ ურბანულ სივრცეში მწვანე ზონებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ადგილებს, სადაც შესაძლებელია ქალაქის ქაოს მოსწყდა, ჩაისუნთქო სუფთა ჰაერი და ბუნებასთან მაქსიმალურად ახლოს იყო. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ასეთი ადგილები ხელმისაწვდომი იყოს თითოეული მოსახლისათვის. სწორედ ასეთი სივრცე არსებობს თბილისში. ურბანული ტყე, თაწმინდის ფერდობზე გაშლილი მწვანე რომელსაც ხშირად დედაქალაქის ფილტვებსაც უწოდებენ. პროექტი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის გადაწყვეტილებით საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ქართულს დაფინანსებით განხორციელდა. 2020 წლიდან დაწყებული პროექტი, რომლის მიზანიც ფერდზე არსებული ტყის მასივის აღდგენა და ახალი რეკრეაციული სივრცის შექმნა იყო, დღეს თითქმის დასრულებულია. პროექტი 6 წელია მიმდინარეობს 2020 წლიდან დღემდე. სტრესი, ცხოვრები და გაუდინარი რომელიც ადამიანებს გალაქსში და პეტროში აქვს, კონოტატების საშუალება, რომ რაც შეიძლება მოკლევადაში და ახლოს ვიწვდომადი ყოფილიყო ისეთი ტერიტორიები, რომლებიც მაქსიმალურად ველურ ბუნებასთან მიახლოებული იყო და როგორი ტიპის აქტივობებითაც არ უნდა გიტოდეს. დაკავება ეს იქნება სპორტი, ეს იქნება რეკრეაცია, ეს იქნება იოგა, ეს იქნება ძაღლის გასეირნება, ოჯახის წევრების გამოყვანა, ბავშვებთან ერთად გასეირნება, ნებისმიერ და ეს ადგილი არის მაგისთვის საუკეთესო. ყველაზე მთავარი რა არის, რომ ეს არის განგრძობადი პროექტი. ანუ ეს არ არის, რომ დავიწყეთ და всё, ეხლა ვამთავრებ და გადავწყვეტ. არა. ეს მუდმივად განვითარებადია და მუდმივად ისეთი რაღაცეები ჩდება, რომელიც სიახლე არის და რომელიც დარწმუნებული ვარ თბილისის მოქალაქეებს და მის სტუმრებს ძალიან გაახარებთ. რამდენიმე წლის წინ აქაურობა სრულიად განსხვავებული იყო. დაზიანებული ტყის მასივი, გამხმარი ხეები და დარღვეული ეკოსისტემა. წლების მანძილზე შესრულებული არაერთი რთული სამუშაოს შედეგად სივრცე
პროცესს სრულად აღდგენილია, გამწვანებულია. დაირგო 700.000-მდე ნერგი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა თითქმის 700 ჰექტარ ფართობს. პროექტის კიდევ ერთი მთავარი მიმართულება ბიომრავალფეროვნების აღდგენა იყო. ამისთვის კი ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდა კოლხური ხოხობი, კაკაბი, ხოლო ტყის ბილიკებზე სეირნობისას შესაძლებელია საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი ფრინველების ხილვაც. ამ ეტაპზე უკვე ჩვენ გვაქვს რა 700.000 ნერგია დარგული. ბუჩქოვანი, მარადმწვანე და სხვა. ეს არის კვლევის მიხედვით რამაც მოითხოვა ეს, იმიტომ რომ განამარტო ვიზუალიც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომ ვიზუალი იყოს, ჩვენ მქონდეს ლამაზი ფერდი, ქალაქიდანაც ჩანდეს ლამაზად და ამ დროს ამ სცენარებმა უნდა შეასრულონ თავისი საქმე. ეროზიიდან დაგვიცვან კლიმატი, ყველაფერი და ეს ყველაფერი არის ჩადებული შირიმი უმაღლეს დონეზე. 40 კილომეტრი ბილიკის რეაბილიტაცია გაკეთა, 4 კილომეტრი გავიყვანეთ ახალი. ამის გარდა აქ არის წყაროები, რომელიც აღვადგინეთ, გავაკეთეთ, მოვაწყოთ ყველაფერი. 700 ჰექტარის მოვლა და მოყვანა ესე მარტივი არ არის. თან ეს ყველაფერი უნდა იყოს ბუნებასთან შეხამებული. აუცილებლად აქ ჩვენ ბეტონს, რკინას, რაღაცებს გამოვრიცხავთ, რომ ამოხვიდე და დაესვენო ბუნებაში და შეხედეთ ახლა ნახეთ, აბა ერთი არაფერი არ გაწუხებს, ყველაფერი სიმწვანეშია, ყველაფერი ლამაზად გამოიყურება და თუ გინდა და აი ქალაქის ცენტრში კონდეს ესეთი ადგილი, ეს არის იშვიათობას. ველური ბუნება მთაწმინდის ფერდობზე ადამიანებისთვის ხელმისაწვდომია. ტყის ბილიკები სტუმრებს სიმწვანეში მიუძღვება. გადმოსახედები კი თბილის სრულიად განსხვავებული კუთხით აჩენს. აქ შეხვდებით ველობილიკებს, ფრინველებზე დაკვირვების სპეციალურ ქოხს, ბულბულების ჭალას, ფანჩატურებსა და მოსასვენებელ სივრცეებს. განსაკუთრებული ის არის, რომ ინფრასტრუქტურა ბუნების ხასიათს არ არღვევს. ხის მასალით მოწყობილი სივრცეები, გრუნტოვანი ბილიკები და ბუნებრივ ლანდშაფტში შერწყმული ელემენტები ტყის ველურ იერს მაქსიმალურად ინარჩუნებს. შაბათ-კვირას აქ ხშირად ნახავთ ოჯახებსა და მეგობრებს, რომლებიც ქალაქის ხმაურს გაურბიან. ფანჩატურებში გაშლილი სუფრები, მწვადის სურნელი და სიმწვანეში გატარებული დრო. ურბანული ტყე დღეს დასვენების ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია დედაქალაქში. სპეციალურად გამოყოფილი საპიკნიკე და კოცონის ზონები კი საშუალებას იძლევა ადამიანებმა ბუნებაში კომფორტულად დაისვენონ, გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე. ვთვლი რომ დღეს ჩვენ ვიხილეთ ფონდი ქართულს მორიგი სასწაული, იმიტომ რომ საუბარი იმაზე, რომ დღეს ასე დაბინძურებულია ქალაქი, რომ რთულია ეს გარემო, სადაც ვიმყოფებით, ამას მოისმენთ ყველგან აბსოლუტურად და კარგი იქნება ამ ადამიანებისთვის იმის გაგება, რომ თურმე ჩვენზე ზრუნავენ, თურმე აი ეს ფერდობი, რომელიც იცავს რეალურად დღევანდელ თბილისს, არის თბილისის ფილტვები და როგორც ჩვენ მოვისმინეთ ბატონი გოჩესგან და ბატონი თემურისგან 15-ოდე წელიწადში საერთოდ სრულიად ახალი საფარი ექნება, მწვანე საფარი ჩვენს დედაქალაქს. ჩვენმა ტურისტებმა უნდა ნახონ თუ რას ფლობს ქალაქი, როგორ სიმწვანეს, როგორი საოცარი და სათუთი მოპყრობა ყველაფერს, რაც არის მწვანე საფარი, რაც არის ყვავილი, ფრინველები, ცხოველები, იმიტომ რომ ეს არის ერთი დიდი ლამაზი ასეთი არაინფრასტრუქტურული პროექტი, არამედ პროექტი ბუნება, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ სრული ფილტვებით ვისუნთქოთ. პირველად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მოვლილი მგონია მაქვს და ტყეც ვიცი და ღრეც ვიცი და ქვემოდან რომ უყურებ ერთი თამუნ მეგონა და თურმე აქ ისეთი ამბავი არის, რომ დღეს ამას იქეთ დავიწყე, ასე ვთქვათ, აგიტაცია, პროპაგანდა, რომ აქ უნდა იაროს ბევრმა. განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ასეთ ადგილებს, ტყეებს, ასეთ მოვლისთან, რაც თავარია. ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ თუ ამ სიმაღლეზე შეიძლება ქალაქის ცენტრი და 15 წუთში ამოხვიდე. თან იმდენი მარშრუტიდან ამოხვიდე და თან მოწესრიგებულად, მოვლილად, თან ისეთი გასართობი რაღაცებიც არის გაკეთებული, აი რაღაცებს ააწყობ, რებუსებს, ისწავლი, წარწერებს, რაღაცებს აიკითხავ, მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ასე რომ ძალიან კარგი და პატრონიანი ადგილია, ასე ვთქვათ. და ვურჩევ, რომ ყველას განსაკუთრებით ამ სიცხეებში, ასეთ ჰაერში და ასეთ ბუნებაში კარგი ამბავი ექნებათ ნამდვილად. რაღაცა ყური მქონდა მოუკრული, რომ ესეთი რაღაცა აკეთებოდა, მაგრამ თან მიუხედავად იმისა, რომ აქ ვერ ვცხოვრობ. ხო და რაც მე ვნახე, ყველანაირი მოლოდინის გადააჭარბა და საერთოდ რო დაფიქრდება, კაცი. აი ხო აკეთებენ ბევრი
ადამიანი აკეთებს რაღაცა ერისთვის, რაღაცა ამის აკეთებს მიხარია. მაგრამ აი ესეთი საქმე და ესეთი ეროვნული საქმე არ ვიცი და აი არავის ვერ აწონი, ხო არის რაღაცას აწონი და ამას ეს აუწონი რაღაცა. ურბანული ტყე ადგილობრივებს და ტურისტებს მასპინძლობს. ქალაქის სხვადასხვა წერტილიდან მასთან მისვლა 14-მდე ამოსასვლელით არის შესაძლებელი, რაც ამ სივრცეს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. საკავრობას მე შევაბერდი 74-ისა ვარ. ხო და ეხლა მაინც დავდივარ წინათ აღამთებში დავდიოდი. ეხლა კიდე აქ დავდივარ. აი იმ ადგილებში სულ მოვლილი მაქვს. მე გავიგე რომ ივანიშვილმა გააკეთა და მე ფიქრობ რომ ეგ ძალიან კარგი ადამიანია. თბილისის ურბანული ტყე მხოლოდ რეკრეაციული ზონა არ არის. ეს არის აღდგენილი ბუნება, ქალაქისთვის დაბრუნებული სუფთა ჰაერი და ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ თანამედროვე ქალაქში შესაძლებელია სივრცის შექმნა, სადაც ადამიანი და ბუნება ერთმანეთის გვერდით ჰარმონიაში არსებობენ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული პლატფორმა გაიხსნა. ცენტრი სტუდენტებსა და ახალგაზრდებს მშვიდობის მშენებლობის, კონფლიქტების კვლევის, დიალოგისა და შერიგების მიმართულებით აკადემიურ და პრაქტიკულ შესაძლებლობებს შესთავაზებს. ახალი საგანმანათლებლო სივრცე ხელს შეუწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ პროცესებში და სამშვიდობო განათლების გაძლიერებას. ცენტრი საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან ინთანამშრომლებს, რაც სტუდენტებს ტრენინგებში, სემინარებში, კვლევით პროექტებსა და საჯარო დისკუსიებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. ცენტრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და ასევე აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა მიიღეს. სტუმრებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა უმასპინძლა. ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საკითხებში ფართე თანამშრომლობის არეალს და მასშტაბს იძლევა და ამავდროულად არის ორიენტირებული დობის აღდგენაზე, რაც უპირობოდ მნიშვნელოვანი არის სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებისთვის და ერთიან ძლიერ სახელმწიფოს სამომავლო მშენებლობის კიდევ უფრო მეტი ფუნდამენტის შექმნისთვის. ამიტომ ამ ცენტრის გახსნა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ რაოდენ დიდი არის პოტენციალი ჩვენს აკადემიურ წრეებში, უმაღლეს სასწავლებლებში იმისთვის, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას და სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკას, დეოკუპაციას და ქვეყნის გაერთიანებას ხელი შეეწყოს სწორედ აკადემიური წრეებისა და ახალგაზრდების ჩართულობით. სამშვიდობო სწავლების ცენტრები უნდა აერთიანებდეს სხვადასხვა კურსის, სხვადასხვა ფაკულტეტის, სხვადასხვა სპეციალობების სტუდენტებს, რომლებიც გაეცნობიან საერთოდ ვითარებას, რა ხდება მსოფლიოში, რა პროცესები მიდის, რამ შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოში იმ კურსზე, რასაც ქვია მშვიდობის შენების და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების პოლიტიკა. პოლიტიკასთან დაახლოება და არა მარტო პოლიტოლოგიას ვინც სწავლობს ან საერთაშორისო ურთიერთობებს, ზოგადად ახალგაზრდებში ეს თემა უნდა იყოს პოპულარული. ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაღვივებას, გაღრმავებას, ახალი თემების წამოწევას, პოლიტიკურ დიალოგს, ხალხთა შორის ურთიერთობას. თქვენ იცით, რომ ჩვენს რეგიონში ცხოვრობს ჩვენი აფხაზური დიასპორა, ჩვენი ძმები და დები, ახალგაზრდები, ვინც ჩართულები არიან ამ პროცესში და დარწმუნებული ვარ ბათუმიდან ხმას მიაწვდიან სოხუმამდე. ხიდების აღდგენა არის ერთ-ერთი უმთავრესი სამშვიდობო პოლიტიკა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ზუსტად ამას მოიმსახურება ეს ცენტრი. აჭარის მაგალითი, აჭარის აფხაზობის მაგალითი არის საუკეთესო მაგალითი ერთიანი საქართველოს მშენებლობის. აჭარაში მაგალითი აჩვენებს, რომ არ არსებობს ეთნიკური კონფლიქტი, არ არსებობს რელიგიური კონფლიქტი, არსებობს მხოლოდ პროვოკაციური კონფლიქტი, რომელიც განხორციელდა აფხაზეთში და მე მჯერა, რომ აჭარის აფხაზები, აჭარის მშვიდობის ცენტრი, რომელიც შეიქმნა ბათუმის უნივერსიტეტში, იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მედროშე და მაგალითი ერთიანი საქართველოს მშენებლობის გზაზე. ეს იყო კვირის პოსტი, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან, ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში შევხვდებით. დროებით.